ოცნების გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროკომისიის 4 პირობის შესრულება არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანას აარიდონ უმნიშვნელოვანესი დანაკარგი, რაც არის უვიზო რეჟიმის გაუქმება, თუმცა ივანიშვილის გუნდი დღეს ძალიან მკაფიოდ ამბობდა მთელი დღის განმავლობაში, რომ რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ, ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანეს სურთ, რომ რეკომენდაციებს ასრულებენ და ევროკავშირს არა ამ მოთხოვნების შესრულება, არამედ საქართველოს ომში ჩათრევა უნდა. ქართული ოცნება ჩვეული დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობს საზოგადოებაში შექმნას განწყობები, თითქოს სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა დაიწყო უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებაზე საუბარი და ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ იღებენ, ისრები გადააქვთ ევროკავშირზე, ამტკიცებენ, რომ თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება დროებით, ეს თავიდან ბოლომდე ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება და ადანაშაულებენ ჩვენ ევროპულ პარტნიორებს შანტაჟში, თითქოს ევროკავშირს უნდა მეორე ფრონტი და რადგან საქართველოს ხელისუფლებამ არ გახსნა მეორე ფრონტი, ამის გამო უნდათ ქართველი ხალხის დასჯა. კახა კალაძესთან მქონდა დღეს საუბარი ამ თემაზე, ის ამბობს, რომ პრემიერთან დახურულ კარს მიღმა იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, აქვს მტკიცებულებები, თუმცა ამ მტკიცებულებებს რატომ არ ასაჯაროებს ქართული ოცნება ამ დრომდე უცნობია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოში ომის გახსნა უნდა, როგორც ამას ქართულ ოცნებაში ამბობენ, ივანიშვილის გუნდი მაინც მზად არის გაწევრიანდეს იმ ალიანსში, რომელსაც როგორც თავად ამბობენ, საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. საერთოდ ის მოთხოვნები და მესიჯები, რაც იქნა გაჟღერებული, რომ საქართველოს ეს უნდა გააკეთოს, არაფერ კავშირში არ არის ვიზა ლიბერალიზაციასთან და იმ პროცესებთან, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური მოტივებით გაჟღერებული განცხადებები, რომელიც არის უსამართლო, არის სილისწამებლური და რა თქმა უნდა გაჯერებულია ტყუილებით. აი ეს არის დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია, რომელიც არის წარმოქმნილი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ გაზულუქებულ ევროპელ ბიუროკრატს, რომელთა მესიჯები აბსოლუტურად ტყუილზე და სიცრუეზეა დაფუძნებული. როდესაც ამით გაშანტაჟებენ და საუბარია ქვეყნის ინტერესების დათმობაზე, წარმოუდგენელია ხა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება და რა ინტერესის დათმობას გთხოვენ ბატონო კახა? პროცესი, რომელიც დაწყებულია, ხო? ეს პირველი შემთხვევა ხო არ არის შანტაჟი, ვიზა ლიბერალიზაცია, ხო გახსოვთ? მე გეტყვი მიზეზი არის ორი რამ. ის რომ ქვეყანა არ ჩაერთო ომში, მეორე ფრონტი არ გაიხსნა და არ მიუერთდა სანქციებს. ერთი განცხადება შეგიძლიათ მომიყვანოთ, რომელშიც ევროპელი ლიდერები გთხოვენ ომში ჩაბმას. ერთი საჯარო განცხადება ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. რეზოლუცია არ არის სავალდებულო ხასიათისა, ბატონმა კახამ მიპასუხოს თუ გეტყვით. რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, პირდაპირ მუქარა შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა პრემიერის კაბინეტში, რომ ქვეყანაში გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, დაპირებები, რომ ჩვენ დაგეხმარებით ყველაფრით, უზრუნველყოფილი იქნებით შესაბამისი ტექნიკით და ასე შემდეგ. მტკიცებულება გაქვთ ამის? ხო, არსებობს ამის მტკიცებულება. რატომ არ გამოიტანთ საჯაროდ, როდესაც ევროკავშირის მხრიდან ასეთი მუქარა? აუცილებლად ვიმოქმედებთ. რაში გჭირდებათ ისეთ ალიანსში გაწევრიანება, სადაც პირდაპირ მოგიწოდებენ, რომ ომში ჩართოთ ქვეყანა? ხო და მაგას ვიტყვი. თქვენი განცხადებები ურთიერთსაპირისპირო. როგორ არის ურთიერთსაპირისპირო კაცო? შენ მაშანტაჟები იმით, რომ თითქოს მე არ მინდა ევროპა, მე არ მინდა ევროკავშირი და მე გეუბნები დღეს მე ყველა წინა პირობა, რაც არის გაწერილი, ხო? ასოცირების ხელშეკრულებით შესრულებული მაქვს. ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. აგერ გახსენით მოლაპარაკებები. დღესვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაიხსნება მოლაპარაკებები. რატომ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები იმ ალიანსთან, რომელსაც საქართველოში ომი უნდა, ბატონო კახა? მეორე. კიდევ ერთხელ მიმოვიდეთ. გინდათ მოლაპარაკებები გახსნათ, მზად ვართ. გინდათ ევროკავშირში მიგვიღოთ, მზად ვართ. მაგრამ რატო გვაშანტაჟებთ, კაცო, მუდმივად, ხან კანდიდატის სტატუსის, ხან მოლაპარაკებების გახსნით. ახლა აგერ უკვე ვიზა ლიბერალიზაცია. ქართულ ოცნებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ზუსტად რამდენიმე დღე რჩება 31 აგვისტო არის საბოლოო თარიღი, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადააგზავნოს ანგარიში, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ოქტომბრის ბოლოს და გადაწყვეტენ რა შეასრულა თუ არა ეს 8 პირობა ქართულმა ოცნებამ, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ პირობები არ შესრულებულა და უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი
საუბარი არის გარდაუვალი ევროკავშირის შეგნით, რადგან ევროკავშირი არ პატიობს ადამიანის უფლებების დარღვევას. არც ერთ სახელმწიფოს და უვიზო მიმოსვლის შეჩერების ერთ-ერთი მთავარი პირობაც არის ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები აქტიურად საუბრობენ, რომ საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები. ფაქტია, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უვიზო მიმოცვლის შეჩერებისთან დაკავშირებით აქვს დაყენებული და ეს არის როგორც სამართლებრივი პირობები, ისე პოლიტიკური პირობები, არათუ არ შესრულდა, არამედ გაუარესდა. ეს არის ცალსახა საბოტაჟი თითოეული ჩვენი თანამოქალაქის წინააღმდეგ და ბიძინა ივანიშვილი სამწუხაროდ ახერხებს, რომ 4 მილიონზე მეტ ქართველს დაადო სანქციები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დამსახურება და ქართული ოცნების მხრიდან არათუ რამე კეთდება ამის თავიდან ასაცილებად, არამედ პირიქით მათი თითოეული ნაბიჯი არის მიმართული, რომ ეს რუსული დავალება მაქსიმალური სიზუსტით შესრულდეს. ქართული ოცნება და ევროკავშირი, ბიძინა ივანიშვილი და ვიზა ლიბერალიზაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია. და ეს იმიტომ არის შეუთავსებელი, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მისცეს შესაბამისი ადეკვატური დედლაინი დაუწესეს 31 აგვისტოს სახით, რომ ის მოთხოვნები 4 პუნქტი, რაც იყო ქართულ ოცნებას შეესრულა. ქართული ოცნება არათუ ამის შესრულებას არაპირებს, არამედ თავს ესხმის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ქართული ოცნება არის დამნაშავე იმაში, რომ ჩვენი სხვადასხვა პუნქტი, რაც ევროკავშირის საქართველოს გაწევრიანებას დაკავშირებით არის აუცილებელი, გაუარესდა და ქართული ოცნება არის თავარი დამნაშავე ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმაში, რომ საფრთხის ქვეშ დგას საქართველოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. საქართველოს ემუქრება უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროკავშირთან, ეს არის რეალური საფრთხე და ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ივანიშვილმა ეს ქვეყანა უკან დახია ყველა იმ მნიშვნელოვან საკვანძო სფეროში, რომელიც განაპირობებს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ამიტომ ერთადერთი პასუხისმგებელი ამ უბედურებაზე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური რუსული რეჟიმი. ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გააგზავნა წერილი და ახლობით ვენახევრის წინ, სადაც გაწერილი იყო ძირითადი მოთხოვნები იმისთვის, რომ ევროკავშირს არ დაეწყო აქტიური მუშაობა საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. მოთხოვნებს შორის იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების შეჩერება, რეპრესიების შეწყვეტა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, თუმცა ოპოზიციაც და სამოქალაქო საზოგადოებაც თანხმდება, რომ ივანიშვილის გუნდმა ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი პირობა არ შეასრულა, ერთი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და ამიტომაც უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ევროკავშირის მხრიდან მუშაობა მათი თქმით გარდაუვალია.